არაჩვეულებრივი სტუმრები შემოგვიყვეთ. კი ბატონო, ნამდვილად შესაფერის ადგილზეც გადმოვედით მე და მარიამი და ახლა უნდა გიამბობთ სიყვარულის სამაგალითო ისტორიების შესახებ. მაგალითად, ისეთი როგორიც არის 57 წლიანი სიყვარულის ამბავი, ასევე გაგაცნობთ წყვილს, რომელიც საცხოვრებლად თბილისიდან სოფლად გადასახლდა, საკუთარი საქმე წამოიწყეს და ამის პარალელურად მეექვსე ბავშვის მოლოდინში არიან. უფრო მეც ძლიერი და მყარი სიყვარულის შესახებ თავად ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან ქეთი დვალი და სოსო ლოხიშვილი, ასევე ბატონი ზურა მახარაძე და მისი მეუღლე ქალბატონი ეთერ კობაური მახარაძე არიან ჩვენთან ერთად სტუმრად და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ ასეთ საოცარ დღეს გილოცავთ. ძალიან სასიამოვნო თქვენი ჩვენთან ხილვა და რა ვიცი დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თითოეულ სიტყვას თქვენი მხრიდან. ჩვენი მაყურებელი ჩვენი გადაცემიდან სიუჟეტების საშუალებით ამ ადამიანებს უკვე იცნობს, თუმცა უფრო ახლოს ექნებათ ახლოს ჩვენს მაყურებელს იმის შესაძლებლობა რომ გაგიცნათ. ქალბატონო ეთენ და ბატონო ზურა, თქვენგან დავიწყებ. სულ ცოტა ხნის წინ იქორწინეთ. რამდენ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როგორ გადაწყვიტეთ 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როგორ გადაწყვიტეთ აი ამ ნაბიჯის გადადგმა? ჩემი სურვილი იყო ჯვრისწერა აუცილებლად. მე ვთქვი ისე არ გავიდი ამ ქვეყანას ჯვარი არ დავიწერო. დიდი ხნის სურვილია და ეხლა როგორც იქნა ავისრულე ეს ოცნება. დიდი ხანი მინდოდა დაწერა, მაგრამ ჩემი ძმების 2021 წელს ერთ ძმა დამეყუპა, 2022-ში მეორე ძმა და ამას შემიშალა ხელი. ჩემი ძმა მეტყოდნენ ხოლმე რომ მე ვიხოდიო ჯვრის დაწერა მინდოდა. ჩემი ძმა მეტყოდა ხოლმე შენ მაინც ფატას დაიფარე, ნუ ხარ ფატას უნდა დაიფარე და ჯვარზე უნდა ავიდეთ მეთქი მეტყოდი ხოლმე, მაგრამ ისინი ვერ მოესწრენ ამას, მაგრამ ისინი იქიდან დამლოცავენ, სული გაიხარებენ. დიდი ხანია ესე იგი თქვენი ოჯახი არსებობს, მაგრამ ჯვრისწერა ეხლა გახსოვს. კი, 50 წელი გაგვიხდა, ქორწინება ქონდა. ოქროს ქორწილი. კი, ოქროს ქორწილი, კი. 1975 წლის 11 იანვარს ქონდა ქორწილი. და ეხლა ზუსტად 11-ში მინდოდა, მაგრამ მარხვა არ შეიძლებაო ნათლისღება სანამ არ გაივლის. კი ბატონო, მოკეთ, არასდროს არ არის გვიანი ქორწილისთვის. არ უნდა გავატაროთ ჩვენს პარტნიორთან ერთად, თუ არ გვაქვს ჯვარი დაწერილი ან ქორწილი არ გვაქვს გადახდილი, ეს ყოველთვის შეგვიძლია რომ მოვახერხოთ და გადავდგათ ეს ნაბიჯი. ქეთი, თქვენ უნდა გითხრათ, თქვენი ამბავი როდის დაიწყო და როგორ დაიწყო? რიგში მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენი ამბავი დაიწყო 15 წლის წინ. შევუყვდით, ერთმანეთი გავიცანით ტაძარში, ერთდროული ვიყავით. და ბავშვების რაოდენობასთან ერთად გადავწყვეტეთ, რომ გადავიდეთ თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად. და ჩვენი ოჯახური ცხოვრება და ბიზნეს საქმიანობა რაღაცნაირად ესე დავუკავშირეთ ერთმანეთს. ანუ პარტნიორები ვართ არა მარტო ოჯახში, არამედ საქმეში. როგორ უთავსებამ ყველაფერს 5 შვილს ჟდი, მე-6-ეს მოლოდინში ხარ. როგორ ახერხებ, რომ ამ ყველაფრის პარალელურად სოფლად ცხოვრებასაც გაუძღვე, ასე ვთქვათ, და პარალელურად ამისა საკუთარი საქმეც წამოიწყეთ და სხვათა შორის თავდაპირველად მქონდა ეს მომენტი, რომ აი რაღაცას დრო ვერ აყვავოდით სოფლის ცხოვრების რიტმს. მე თვითონ მეორედ ჩავაბარე უნივერსიტეტში, მე ღვინაობაზე, რომ რაღაც საქმით დავკავშირებოდი იქაურ გარემოს. თუმცა ახლა ამ გადმოსახედიდან უკვე 5 წელია გცხოვრობ და ვფიქრობთ, რომ ანუ ჩვენი წლების ათვლა დაიწყო იმ პერიოდიდან, რაც გადავედით. ყველანაირი მოძრავი და უძრავი არსება შემიყვარდა, მწერებიც კი. კი, ანუ თერაპია ჩვეულებრივი, თანაც არის ძალიან დიდი პოტენციალი სოფელში და აი ამ ყველაფრის პოპულარიზაციას ვეწევით, რომ გვინდა საზოგადოებასაც მივაწვდინოთ ხმა, რომ სოფელში ცხოვრება არის სასიამოვნო, სასარგებლო და ასევე პერსპექტიული. რომელ სოფელში ცხოვრობთ? ცხეთის რაიონის სოფელი ქსაურის მუხრანის შემდეგ ვართ ჩვენ. ახლოს არის, თბილისთან საკმაოდ ახლოს არის. მაგრამ ახლა შეგვიწყო ხელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვები, ჩვენი შვილები იქიდან ჩვეულებრივად დადიან თბილისში წრეებზე. კი ბატონო, 15 თებერვალს თუ გაქვთ რაიმე ესეთი აღსანიშნავი ტრადიცია, რითიც ხვდებით ხოლმე სიყვარულის დღეს? სიმართლე რა გითხრათ, დიდად რომანტიულები არც ერთი არ ვარ. საკრალური დანიშნულების არ არის მოკლედ ეს ჩვენთან, თუმცა ვფიქრობ, რომ ყოველი დღე სიყვარულის უნდა იყოს ნამდვილად და აქამდეც სიყვარულმა მოგვიყვანა აგერ ჩვენ და ეს წყლის ფიქრობ ხანში შესული უკვე შუახნის გარემო აი მაგალითად ახლა როგორც თქვენ ახსენეთ არც თუ ისე მარტივი იქნება დარწმუნებული ვარ სოფლად ცხოვრება ძალიან ბევრი საქმე იქნება
რა ვიცი, აუარებელი საქმეც კი გექნებათ, დარწმუნებული ვარ. თან მით უმეტეს 6 ბავშვის მოლოდინში და საინტერესოა როგორ ინარჩუნებთ აი დღევანდელი დღესთან დაკავშირებით იყოს ეს კითხვა. როგორ ხართ ისევ რომანტიულები ერთმანეთის მიმართ, როგორ ინარჩუნებთ ამას? ჰარმონიას. ჩვენი ჰარმონიული გარემო უთხარი რა არის? გაჯიცემენ. ჩაგუჩი. მაგარია. ასე ვგზნოთ ბედნიერად თავს ჩვენ გაკეთებულს რომ ხედავთ მოკლედ შექმნილს ასე ვთქვათ. იდეალურია. მე ამითი მოკლედ ხარობთ მეც და ჩემი მეგობრებს და ამით ვიკვებებით. ანუ რაღაცას ნახავთ ინტერნეტში. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა ერთმანეთს ხარდამხარ უდგავართ, რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ რომ ერთმანეთის მოვალეობები ასე ვთქვათ, ავიღოთ ჩვენ თავზე, ну ვის როგორ მე ვის მეტად უჭირს იმ შემთხვევაში ვაფასებთ მდგომარეობას და აი ასე ვეხიდებით ერთმანეთს და ასე ვაძლიერებთ და ვფიქრობთ ამითია ძლიერი ჩვენი ოჯახი. დიახ, ამბობ რომ წლებთან ერთად სიყვარული ნელდება, თითქოს ფერმკრთალდება, ქრება და ასე შემდეგ. საინტერესო ბატონი ზურა რას იტყვის ამაზე? 50 წელი თანაცხოვრების შემდეგ როგორ ინარჩუნებთ აი ამ გრძნობას, ვინარჩუნებთ რა ასმაგდება სიყვარული. პირიქით. არავითარი გაუქმება და არავითარი. რა არის ამის საჭირო რომ გაასპაგდეს? ისევ სიყვარული და ერთმანეთის გაგება, არა. ყოველდღიური კომპლიმენტები, თუ ოგნებით ხოლმე ერთმანეთს კომპლიმენტებს. კომპლიმენტები ისეთი არაფერი. სასიყვარულო კომპლიმენტები. ზურიკელა. ისევ ზურიკელა, კიფიცები რა. აი რაც პირველად გავიცანი და პირველი დღიდან შევხვდით ერთმანეთს, იმის მერე ჩემი ზურიკელა. თუ უკეთებთ ხოლმე საჩუქრებს და სიურპრიზებს ერთმანეთს. კი, ეგეთები გვეხერხება. აი საჩუქარი, რომელიც ყველაზე კარგად გახსოვდებათ. მე ბავშვი რომ მეყოლა სამწყურში ყვავილებით მომართა. და მაგარია. ყოველთვის სიყვარულით ვარ ერთმანეთში რა. ძალიან პოზიტიური. და ჩემი შვილებიც უფრო მეტად აი მე იმედი მათი მაასმაგებს და შვილიშვილები და შვილთა შვილები კიდევ სულ ფრთებს მასხარი. აი რო გიყურებთ, აი ძალიან პოზიტიურები ბრძანდებით და რა როლი აქვს აი ამ განწყობას ზოგადად თქვენს თანაცხოვრებაში, აი პოზიტივს ეს პოზიტივი თან მისდევს როგორც ჩანს თქვენ ამ სასიყვარულო ცხოვრებას, ისტორიას. ყოველ დღე არის სიყვარულით უნდა გათენდეს ყოველვედი რა ყველას ურჩევ. ეს ემდ რომ ისე გაირბინა რომ ასე მგონია აი გუშინ მქონდა ქორწილი ეს სიტუაცია ისე გაირბინა ეს ჩემი შვილები არც ამჯერად თუ ამხელები მყავს 50 წელს ხდება ეხლა ჩემი გოგო ოქტომბერში და ასე მგონია ის დედა გინაცვალოს ისე პატარებს ვეფერები დედა გინაცვალა მაგად მელაბოს ესე ვეფერები ხოლმე ჩემი შვილები აი მაყურებელი ახლა კადრში ხედავს თქვენი ქორწილის კადრებს არაჩვეულებრივად გამოიყურებით პირველ რიგში უნდა აღნიშნო და ეხლა მდელი ქორწილის წაი უი რა საინტერესოა ეხლა მდელი როგორი კალენდარი გავაკეთე ჩემი ოცნება იყო და ჩემი სტუმრებს მოწვევს დაურიგე ყველას ესეთი კალენდრები ძალიან მაგარი ძალიან სასიამოვნოა თუ გნებავთ თქვენს მოგართვით ამას დიდი სიამოვნებით ძალიან დაიტოვეთ ეგზემპლარად გექნებათ ჩვენი ბედნიერების ამბავი თქვენს უნდა გკითხოთ რა არის თქვენი ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო გაჯი ჩაქუჩი ბევრი ბავშვები გასაგებია თუმცა აი თავარი გასაღები რა არის თქვენი ბედნიერების ალბათ ურთიერთგაგება და ის გარემო რაც ჩვენი ხელით შევქმნით შენს დამატა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის ასე ვთქვათ ოჯახში ჭირიც არის, ხინიც არის, უფრო მეტად აი გაჭიროებაში რომ ვეხიდებით ერთმანეთს, აი ეს გვაძლიერებს და ყოველდღიურად მაქსიმალურად შევეცადოთ რომ დღემ არ ჩაიაროს ისე რომ სიყვარული არ გამოვხატოთ, ну ეს იქნება სიტყვით თუ საქმით ერთმანეთის მიმართ და პატივისცემა რა თქმა უნდა, ეს აძლიერებს ურთიერთობებს და კვებავს გაფრთხილება ჭირდება, მოკლედ მოფრთხილება ჭირდება და აქამდეც ამ გვერდში დგომა მოგვიტანა და მოგვიყვანა და ფიქრობ კიდე დიდხანს და კიდე ის მერობი ბუტები და შენ რა თმობ ხო შემთხვევაში მამაკაც უწევს სამდვილად დათმობა იმიტომ რომ ქალები ცოტა უფრო ბუტებია ახლა მოგიწია ცოტა შეს კარგია რა ერთობაში იქნება რაღაც საკითხი რაზეც შეიძლება ბოლომდე ორი ადამიანი ვერ ჯერდებოდეს და აი აქ რამდენად მნიშვნელოვანია დათმობა ურთიერთგაგება
ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ურთიერთგაგებაში არის დათმობა. კი ბატონო, კი ბატონო. და მე მიწევს ხოლმე პატიების თხოვნა ხშირ შემთხვევაში. ბატონო ზურა, თქვენს რომ მისცეთ, აი ახალგაზრდებს რჩევა, შემთხვევაში ვითხოვს ხოლმე ჯერ ერთი სტიმულს მივიცემთ აი ამ ჩვენი ქორწილებიდან. ყველა ახალგაზრდას უყელა წყვირს რომ ასეთი სიტყვა დაამყარონ ოჯახში და გამრავლება ყოფილიყოს და ჯანმრთელობა ყოფილიყოს ყოველთვის. აი ურთიერთგაგებას როგორ მიაღწევთ და თქვენს შემთხვევაში ვინ არის ის ადამიანი, ვინც პირველი თმობს? ალბათ ისე მე. და ესე არა, ვერ გავარჩევთ მაგას. მოდი თქვათ რომ დათმობა არის ძალიან სასიამოვნო. მეორე ნახევარს. გაგება არის მთავარი. ძალიან კარგად გზნობთ. მეუღლები რომ ერთი მიმართულებით იყურებიან, არა, იქ სიყვარული ყოველთვის მარადიულია და შვილები რასაც უყურებენ, მშობლები ვართ შვილების მაგალითები. კი, ზუსტად. ჩემი შვილები არა, რაც ჩვენგან ხედავთ, მე მაგალითად ჩემი შვილებიდან, ჩემი ოჯახი იყო ტრადიციული ოჯახი, დედაჩემს დარიკო ერქვა, მამაჩემს სიმონა და დარიკო. მაგარი. მეგობრობა რამდენად მნიშვნელოვანია? მეგობრობა ნამდვილად მთავარია რა. ძალიან მთავარია მეგობრობა. გაგება მთავარია და დათმობა. და ერთი მიმართულებით უნდა იყუროს ოჯახმა ყოველთვის ცოლ და ქმარმა და ბავშვები რასაც უყურებენ იმას ისეთ იზრდებიან და ჩემი შვილების დედაენა ცოლოთ მეუღლეების ძალიან პატივისმწემლები არიან და ერთი გაგებით იყურებიან და კარგმა შვილებმა კარგი ძრები მომიყვანეს და კარგმა ძრებმა კიდე კარგი შვილები გამიზარდეს. ეგრეა, მშობლს მართლაც ასე, მშობლისგან მაგალითს იღებენ შვილებისთვის, მშობლებს. ოფაქცევას და სიყვარულიც და ოჯახის დამყარებას. კეთი, აი მეგობრობაზე ვიკითხე და თქვენც გითხავთ. მეგობრობა რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობაში და თქვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო თუ პირდაპირ მოწონებით? ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მეგობრობით. ჯერ მეგობრები ვიყავით, მერე გადაიზარდა სიყვარულში. ბავშვებ ამას წინათ კითხე სხვა შორის შვილებმა, მაგრამ მამა როგორ თხოვა დედას ხელი და ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე უფროსი რამ ხელაა თქვენი? 15-ის ხდება. 15. ისეთ ასაკშია რომ მისთვის ახლა ესეთი სცენები, ხელის თხოვნის სცენები მნიშვნელოვანია და ერთხელაც გამომიცხადა რომ ესეთი ტონით მოვიდა მამა როგორ თხოვე დედას ხელი და ხო დაუჩოქე და ნუ ისე მოხდა რაღაცა თავის დაუნებურად მოხდა რომ აი შეკეთი შევუგლდეთ რაღაცა ხელის თხოვნა არ ყოფილა ოფიციალური და თავი რომ გამემართლებინა ჩემ შვილს უთხრა რომ მუხლი მტკიოდა თქო და ერთად ასე მოხდა ეს თავის დაუნებურად ნუ ესეთი ხელის თხოვნის ცერემონიალი არ ქონია მაგრამ ძალიან კარგი. ბატონო ზურა, თქვენ დაუჩოქეთ ქალბატონეთს ხელის თხოვნის. არა ხოდა დრო ვიცეკვეთ და ისე გავიცანით ერთმანეთი. დაბადების დღეზე გავიცანი ჩემმა დეიდაშვილმა და ჩემმა მეზობელმა გოგონები იყვნენ და გავყე რომ იქიდან გამოვიდა წამოსულიყვნენ და გავყე და იქ გამაცნეს თანადგუფელები იყვნენ ჩემი დეიდაშვილი წამიყვანეს და იქ გამაცნეს და ასე დაიწყო იმიდან მყარი სიყვარულის ამბავი. მაშინ ძალიან კარგი სიმბოლური დატვირთვა აქვს რა თქმა უნდა ხელის თხოვნასაც და ნებისმიერ პატარა ისეთ მომენტს, მაგრამ თავარი ცხოვრებაში არის ზუსტად ის, რასაც თქვენ აკეთებთ. მაგალითი ნამდვილი ქართული ისეთი ტრადიციული ოჯახისა, რომელიც ნამდვილად ჩვენს ტელემაყურებელს შეუძლიათ რომ იამაყონ თქვენნაირი ოჯახებით, მართლა ვამაყობთ და აიღონ მაგალითი. დიდი მადლობა რომ ასე ცხოვრობთ, დიდი მადლობა რომ ასეთი ოჯახები და ასეთი სიყვარული გაქვთ და მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა სამაგალითოა ნამდვილად ასეთი მყარი სიყვარულის ამბები.